ეს ვიდეო იქნება ოდნავ ვრცელი, მაგრამ ძალიან საინტერესო და ბოლომდე უნდა უყუროთ და ბევრი დეტალია მოსაყოლი და ამიტომ მოკლედ მოგვიწევს ცოტა ხანგრძლივად საუბარი. დაახლოებით 2 თვის წინ ჯერ კიდევ კუსტარულად გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც ელისო კილაძე თავის მეგობართან დიალოგში მახსენებს მე. მე მგონი არ უარსებია ამბავს, სადაც მე მახსენებენ და განმარტებას არ ვაკეთებ. არ არის ეს მარტივი გზა, მაგრამ მე ეს გზა ავირჩე, რომ ხო, ყველაფერს უნდა უპასუხოთ, ყველა სიგიჟეს უნდა უპასუხოთ. მათ შორის, რა ვიცი, ყველაზე მეტი დისკომფორტის ზონა, სადაც დაურღვიე საკუთარ თავს მეტად, ეს იყო, როდესაც ჩემი საბანკო ამონაწერი ამოვიღე, თავის საპროცენტო განაკვეთით, სახლი როგორ შევიძინე კვიპროსზე თავისი სახელფასო დეტალებით, მაგრამ ხო, ნუ ასეა, როდესაც ამხელა პროპაგანდა გებრძვის, შენ გიწევს რაღაცნაირად ყველაფერზე, ყველა დეტალზე პასუხის გაცემა და ყველაზე დიდი დისკომფორტის ზონა ჩემთვის არის, როდესაც მე მახსენებენ და ვერ უპასუხობ. აი, ტანჯვა თუ რამეს ქვია. ეს არის ნამდვილი ტანჯვა. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს აუდიო ჩანაწერი დაიდო, რადგან ელისომ თქვა, რომ ეს იყო ფეიქი და მიმართა შესაბამის ამსახურებს, რომ დაედგინათ ნამდვილობა ამ აუდიო ჩანაწერის, მე გამოსულიყავი და მეთქვა, რომ ამ შინაარსი, ამ დიალოგის შინაარსი არის ნამდვილი, იქნებოდა ძალიან არასწორი, მით უფრო მას შემდეგ, რაც ის დააკავეს. ანუ მე გამოსულიყავი და მეთქვა ელისო, რაზეც ესაუბრება მის მეგობარს, ეს დიალოგი ნამდვილად შედგა, არ მიმაჩნდა გამართლებლად, ანუ პირველ წყარო მე არ მინდოდა ყოფილიყავი. და ამიტომ დავალოდე ექსპერტიზას, რომ ჯერ მას ეთქვა. ვალიდურია ჩანაწერი თუ არა, რადგან ექსპერტიზის პასუხი არის უკვე, გადავწყვიტე რომ განმარტება გავაკეთო იმ კონკრეტულ პატარა ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც მე მახსენებენ, თუ არ გაქვთ ნანახი, ან თუ არ გახსოვთ, მოდი შეგახსენებთ ამ ეპიზოდს. მითქორა, ანუ კამთავის გოგოს ამბავზე რომ შემოხდა ხო და ეკახერხეულიც და რაღაც ამბები რომ მომიყვა, მაშინ უთხარი რომ მე უთხარი ძალიან ობიექტურად შეფერხებები, იმიტომ გქონდა მეთქი რომ გენი აყირავდა რაღაცნაირად თქო. დაითრია მე მგონი სულს მათქო და პროსტა ბოლო მომენტში ავახიეთ ეს რა ქვიან წილი თქო რა, რომელიც კამბამ გასხისებასაც აპირებდა და ქუჩაში ჩაბოდით მეთქვა ყველა მოგვადგა. ეს აუდიო ჩანაწერი უნდა იყოს გაკეთებული დაახლოებით ალბათ 1 წლის ან უფრო დიდი ხნის წინ, როდესაც მე დამიკავშირდა ჩემი ბუღალტერი და მითხრა რომ ვეღარ ახერხებდა ოფისის ქირის გადახდას, რომელიც ჩვენ ქონდა ნაქირავები ფანჯიკიძის პირველში მერვე სართულზე, იმიტომ რომ ბუღალტერი ხაზე არ გამოდიოდა ხაზე ის კონკრეტული საკონტაქტო პირი თორნიკე, ვისთანაც სულ კომუნიცირებდით და მითხრა რომ 2 თვე არ ვიცოდე გასული ჩვენ ოფისის ქირას ვეღარ ვიხდით და დამეხმარე იმიტომ რომ ვერავის ვერ პოულობ, ისაც შეიძლება რომ ვეკონტაქტო. სწორედ აქ ვთხოვე ელისოს დახმარება, იმიტომ რომ ის ადამიანია, ვისგანაც მე ფართი მქონდა ნაქირავები, ვისაც ელისო ამ აუდიო ჩანაწერში ესაუბრება. ელისო მე დამიბრუნდა და ნამდვილად მითხრა ის, რომ მოკლედ დავა იყო პარტნიორებს შორის ამ ოფისის ირგვლივ და თითქოს ერთ-ერთი აპირებდა თაღლითური გზით გადაფორმებას ამ ოფისის და გიამ დაასწრო მოკლედ თითქოს ამ დაყადაღება, იმიტომ რომ არ მომხდარიყო ოფისის გასხვისება და ეს მალე გაირკვეოდა. ამის მოლოდინში რომ ეს მალე გარკვეულიყო, დააკავეს თავად გია, იმ კომპანიის ხელმძღვანელი, ვისგანაც ჩვენ გვქონდა ფართი ნაქირავები. მან თქვა, რომ საპროცესო გარიგება ხდებოდა მასა და დაკავებულსა და სუს შორის და მოკლედ მალე გამოვიდოდა და კომპანიას ყადაღა მოიხსნებოდა და ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ვიდრე აი ამ გარკვევებში და აი ამ ამბების ცოდნაში, მე დამიკავშირდა მეორე ადამიანი, ბენანორი, რომელიც აი ამ გიასთან ამ ქონებაზე დაობდა. მითხრა რომ ეხლა უკვე ეს შენობა იყო სრულად მისი, ამონაწერი რეესტრშიც ასეც ამოდიოდა ნამდვილად და მას აღარ სურდა ფართის გაქირავება და მთხოვა ფართის დატოვება. რაზეც მე გონივრული ვადა ვთხოვე, 3-4 კვირა, იმიტომ რომ დეკემბერი იყო, ახალი წელი მოდიოდა და უთხარი რომ ამას რამდენიმე დღეში ფიზიკურად ვერ ვიზამდი. დამთანხმდა, ჩვენი დიალოგები იყო ოფიციალური ფორმატის, ადვოკატით, მეილებით და ასე შემდეგ. მან მე მომცა ეს ვადა 3-4 თვის 4 კვირის უკაცრავად ვადა და მე ოფისი, რომელიც ნაქირავები მქონდა ფანჯიკიძის ქუჩაზე, დავცვალე. მე როდესაც ბენანორი დამიკავშირდა მითხრა ფართის დატოვების შესახებ და თქვა რომ აღარ უნდა გაქირავება, მგონი მითხრა რომ სასტუმროს ვაკეთებ თუ სწორად მახსოვს. მე რა თქმა უნდა ვესაუბრე ელისოს, მას შემდეგაც რაც მივიღე გადაწყვეტილება რომ ფართი დამტოვებინა, რაც დავტოვე და ელისომ თქვა რომ მისი ფორმატი არ იყო ჩემი მსგავსი, მას არ ქონდა ჩემგან განსხვავებით იქ ფართი ნაქირავები და ამიტომ ის თავად გააგრძელებდა დავას როგორც ბენანორთან, ისე იმ მეორე ადამიანთან, რომელსაც მე ვთვლიდი რომ მე ვიცნობდი როგორც ელისოს მეგობარს. ეს იყო ამ კონტექსტი და შინაარსი ამ დიალოგის და ეს იყო რაშიც დამჭირდა ელისოს შუამავლობა ამ ადამიანთან. მოკლედ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია ამ მომწურავად გიპასუხეთ და ბედნიერი დღე ყველას.